მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა მოგიხადოთ, ვინც გამოიწერა არხი, ვინც მიკომენტარებს, მილაიქებს, ვინც პირად კონსულტაციებზე მოდიხართ, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ჩემო ძვირფასებო და მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, წარსული, ახლანდელი და მომავალი. ვნახოთ რა ენერგიები იყო წარსულში, რაც ახდენს გავლენას დღევანდელ ცხოვრებაზე, როგორი ახლანდელი ყოფა თქვენი და რა იქნება უახლოეს ერთ თვეში, ან ორ კვირაში პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, ორ ვარიანტზე გავაკეთოთ და მოდი ვნახოთ. აი ესეთი სამბარათიანი გაშლა, წარსული, ახლანდელი და მომავალი. წარსული აზმყო და მომავალიანი. ნახოთ, როგორი იყო წარსული. თქვენი წარსული, ვინც პირველი და მეორე ვარიანტი ეს შეცდომით გქონდათ დავაგებული. პირველი და მეორე ვარიანტი, აი თქვენ ვარიანტი აირჩიეთ, ჩაიფიქრეთ. მე დავალაგებ სანამ კარტს და მოდი ვნახოთ. პირველი ვარიანტის წარსული. პირველი ვარიანტს ვინც აირჩევს, როგორი იყო თქვენი წარსული, როგორი ახლანდელი სიტუაცია. როგორი ახლანდელი სიტუაცია და როგორი იქნება უახლოესი ერთი თვე მაქსიმუმ. შემდეგ მეორე ვარიანტი. წარსული, აწმყო და მომავალი. ნახოთ, რაზე გაკეთებს აქცენტს ჩვენი ტარო. მე გადავდებ, თქვენ აირჩიეთ, დააპაუზეთ, ვარიანტი აირჩიეთ. თუ საჭირო იქნება, მე დავამატებ არკანებს, ან სხვადასხვას მოვიშველიებ, ნახოთ, რას გვეტყვის. გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი, რომ მივხვდეთ რომ პირველ ვარიანტზეა საუბარი. ვნახოთ თქვენი წარსული, უახლოესი წარსული, რასაც რისი გავლენაც ჯერ კიდევ დღესაც არის. წარსული, ახლანდელი და მომავალი, ჩემო ძვირფასებო. წარსული, თქვენი უახლოესი წარსული, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი, უახლოეს წარსულში თქვენს ცხოვრებაში რა ხდებოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 7-1000 ამოვიდა. 7-1000 ეს არის, როდესაც პიროვნებას ვარდისფერი სათვალე აქვს მორგებული, სათანადოდ ვერ აფასებს რეალობას, შესაძლებელია რაღაც ძალიან ისეთი ენერგიებით იყავით, თან ენერგიები ტრიალებდა თქვენს გარშემო, რომ ბევრი რამ იყო გაურკვეველი, ბევრი რამ იყო თქვენთვის მიუღწეველი, შესაძლოა რაღაც არჩევანი გინდოდათ და ვერ აკეთებდით აი ამ არჩევანს, ან შესაძლებელია იყო რამდენიმე ვარიანტი და გაურკვევლობაში იყავით, რამდენად ვერ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და სწორი არჩევანი, ან ასე ვთქვათ, დაბნეული იყავით, ხო, არ იცოდით რა გადაწყვეტილება, რა ვარიანტი აგერჩიათ. შესაძლებელია ასევე ზოგიერთი თქვენგანი, საჯარო გაშლა არ დაგვავიწყდეს და შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანს გინდოდათ ერთდროულად რაღაც ბევრი, მაგრამ დაბნეული იყავით, ხო, რა გზა აგერჩიათ, არ იცოდით რომელი ვარიანტი იყო თქვენთვის მისაღები, რომელი რა უნდა მოგემოქმედათ, ცოტა გაურკვევლობაში იყავით ერთი სიტყვით, ან გაურკვევლობაში იყავით ჩემო ძვირფასებო, ან არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ თავს იტყუებდით, როდესაც ილუზიებში ხართ, ხო, როდესაც ოცნებებში დაფრინავთ და გონიათ, რომ აი ყველაფერი ძალიან მარტივია, ყველა სათანადოდ, როდესაც ვერ აფასებ ვერც საკუთარ შესაძლებლობებს, ვერც საკუთარ თავს, ვერც გარშემო მყოფ სიტუაციას, მოკლედ გაურკვევლობაში იყავით უახლოეს წარსულში და აი ეს პერიოდი შეიძლება ითქვას, რომ დღესაც გრძელდება, ხო, გინდათ თითქოს შესაძლებელია რაღაც გინდოდათ ან საქმის დაწყება, ან იმიტომ რომ ახლანდელ სიტუაციაზე ამოვიდა კვერთხის ტუზი, გქონდათ რაღაც, მოკლედ იდეა, გინდათ უფრო სწორად და შეიძლება ახლაც გაქვთ იმის სურვილი, რომ რაღაც სიახლე შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, სიახლე შემოვიდეს, თითქოს გაქვთ რესურსი, ენერგია, იდეა, შემოქმედებითი რაღაც ესეთი თვალსაჩინო, რომ გონიათ, რომ აი ყველაფერი კარგად გამოგივათ, მაგრამ შესაძლებელია გამოგივიდეთ კიდეც, უბრალოდ ჯერ კიდევ არ ხართ ჩამოყალიბებული ბოლომდე იმ სიტუაციაში, რისი გაკეთება გინდათ, როგორ გინდათ მოიქცეთ, რა უნდა გააკეთოთ, ხო? შესაძლოა თქვენს გზას ეხება რაღაც არჩევან გზა, ანუ გზას კონკრეტულად გზას არ გულისხმობ. გზას, რომელიც მიგიყვანთ რაღაც შედეგამდე, ხო? რაღაც შედეგამდე. რასთან არის კავშირში ეს ტუზი კვერთხი მაინტერესებს გახსნა, აქ რაზეა საუბარი. იცით, დღემდე გრძელდება თითქოს ეს გინდათ დაწყება რაღაცის, მაგრამ ჯერჯერობით
ვერ ხართ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული, ჩემო ძვირფასებო, ვერ ხართ ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ ბოროტში და გაურკვევლობაში ხართ. თითქოს არის რაღაც შიშიც იმის, რამდენად გამოგივათ თუ არ გამოგივათ, ნახოთ რაზე აქვს საუბარი. ზოგიერთად შემკარგებო, ეს შესაძლებელია ეხებოდეს რაღაც მნიშვნელოვან შენაძენს, ან ქონებას, ან მატერიალურ, რაღაც მნიშვნელოვანს შენაძენს, სურვილის ასრულებას, თან არის ეს კავშირში ერთი სიტყვით. რაღაც ძალიან რომ გინდათ, მაგრამ არ იცით, ხო? ან შესაძლებელია გთავაზობენ რაიმეს ისეც, რაშიც ჯერ კიდევ არ ხართ გარკვეული, ჩემო ძვირფასებო, ესეც შეიძლება რომ იყოს ეს ვარიანტიც. კიდევ აქ რაზეა საუბარი? იმიტომ რომ ახლანდელი სიტუაციაც ცოტა ისეთია, გინდათ რაღაც რომ მოიმოქმედოთ, ანთებული ხართ ერთი სიტყვით რაღაც იდეებით, შეპყრობილი სურვილებით, მაგრამ ხო, როგორც უკვე გითხარით, შესაძლებელია რაღაც მნიშვნელოვანი რაღაც შენაძენთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, რაღაც მატერიალურ შენაძენთან, რისი შეძენაც გინდოდათ, ჩემო ძვირფასებო და შესაძლებელია არჩევდით უახლოეს წარსულში ამ ყველაფერს და ვცდილობდით რომ გარკვეულიყავით, ხო? ანუ მაგრამ მინდა გითხრათ რომ უახლოეს მომავალში ეს ილუზია ჯერ კიდევ დარჩება, იმიტომ რომ მთვარი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, მესამე არკანი, ხო? მომავალი რაც ვიკითხეთ, როგორ იქნება უახლოესი მომავალი, ხო? ანუ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ხართ, ჯერ კიდევ აი ეს წარსულიდან წამოღებული რაღაც გაურკვევლობა ჯერ კიდევ მოქმედებს. ან გაურკვევლობაში ხართ, ჩემო ძვირფასებო, ან რაღაცაში ეჭვი გეპარებათ და არ იცით, როგორ გამოვა, ხო? შეიძლება შიშებიც არის, შეიძლება რაღაც საფრთხეს გრძნობთ ინტუიციურად და ცოტა ფრთხილობთ, ხო, არჩევანის გაკეთებაში, რა მოიმოქმედოთ, როგორ გააკეთოთ. აი ესეთი მომენტია პირველ ვარიანტთან, ჩემო ძვირფასებო, რამდენად მე მაინტერესებს აქ რაზეა საუბარი, გამომეხმაურეთ, მაინტერესებს თუ გქონიათ რაღაც მსგავსი სიტუაცია, ან თუ ხართ ახლა მსგავს სიტუაციაში. კი, აი იცით როგორი მომენტია, გინდათ რაღაც რთული, ეს გონიათ, იცით როგორი მომენტია, რომ რაღაც სიტუაციიდან გამოგიყვანთ, აი ეს რასაც მოიმოქმედებთ, შეიძლება, ხო? ანუ რაღაც შვება იქნება თქვენთვის, რაღაც ნახტომი, მაგრამ ჯერ ვერ ბედავთ. შესაძლებელია დაწყება გინდათ რაღაც იმ ჩანაფიქრის, იმ დიდი სურვილის, რაცაც დიდი ხანია ოცნებობთ, შეიძლება დიდად არ ხართ ამ საკითხში, ან გარკვეული, ან ფრთხილობთ იმის გამო, რომ რაღაც რისკებს გრძნობთ, ჩემო ძვირფასებო. კი, აქ იცით რა არის, ძალიან ბევრთან რეზონირებაში იქნება, ან ქონებრივი რაღაც შენაძენი ერთი სიტყვით, მატერიალური შენაძენი, ან თანხასთან დაკავშირებული, ან შეიძლება საქმიანობაც იყოს, არ არის გამორიცხული, მაგრამ არის რაღაც ნიშნები იმის, რომ არ მოტყუდეთ, ჩემკარგებო, და აი ამის გამო ცოტა შიში გაქვთ და გაურკვევლობა. ამიტომ ერთგვარი მომავლის არკანში მთვარი ამოვიდა და ეს ერთგვარი მინიშნებაც არის და რჩევაც, რომ მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას, კარგად გაერკვიეთ იმ საკითხში, რაც თქვენთვის დღესდღეობით არის ბუნდოვანი და ისე იმოქმედეთ, ჩემო ძვირფასებო. აი ეს არის თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის რჩევა. მაინტერესებს გამომეხმაურეთ, თუ რეზონირდა თქვენთან და რასთან იყო თქვენი ეს ორჭოფობა, ბუნდოვანება და რაღაც არჩევანი გასაკეთებელი, ხო, რაზე უნდა გაგეკეთებინათ არჩევანი და რას ვერ წყვეტდით წარსულში, უახლოეს წარსულში, რაც დღესაც ჯერ კიდევ გრძელდება. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მე მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს ყურებისთვის, გამომეხმაურეთ, ველოდებით თქვენს კომენტარებს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. როგორი იყო მეორე ვარიანტის უახლოესი წარსული, როგორი იყო, განდეგილი ამოვიდა, ახლანდელი სიტუაცია, რაც ანუ დღესაც ახდენს ხო გავლენას და უახლოესი მომავალი, ჩემო ძვირფასებო. მეორე ვარიანტთან როგორი სიტუაცია გვაქვს? იცით, უახლოესი წარსული, შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს წარსულში საკუთარ თავში ცდილობთ გარკვევას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას და
თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობდით. შესაძლებელია მარტოობაშიც იყავით, შესაძლებელია გინდოდათ საერთოდ კი აქ ამოვიდა კიდევ 4-იანი ხმალი დასაზუსტებლად, ხო? ძალიან ბევრს ფიქრობდით, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი საკუთარ გზაზე, საკუთარ ანუ საით მიდიხართ, საკუთარ დანიშნულებაზე, ხო? საკუთარი ასე ვთქვათ, საკუთარ თავში კითხვებს ეძებდით პასუხს, ხო? რა იყო, როგორ იყო, საით მიდიხართ. ყველაფრის ანალიზს ცდილობდით უახლოეს წარსულში, რომ დარჩენილიყავით საკუთარ თავთან მარტო და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერში, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო და რაც თქვენთვის აუცილებელი იყო, რომ გარკვეულიყავით იმ ყველაფერში. შეიძლება რეალურადაც ისეთი პიროვნება ხართ, ბრძენი პიროვნება, მაინც და მაინც არქივულად ისეთი საზოგადოება, ბევრი ხალხი, შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანს იყო კიდევ ასეთი ვარიანტი, შეიძლება იყოს, რომ უახლოეს წარსულში კონტაქტი გქონდათ მშობლებთან, რომელიც შესაძლებელია რაღაც ან ასაკიან პიროვნებასთან, მაგრამ ეს რაღაცნაირად უფრო მოდის ფესვებიდან, ანუ იცით როგორი მომენტია, შესაძლებელია ურთიერთობა გქონდათ მშობლებთან, რომლებიც ჯანმრთელობის რაღაც პრობლემები ჰქონდათ. ზოგიერთმა შესაძლებელია დაკარგეთ კიდეც მშობელი, იმიტომ რომ ნახეთ, ისეთი არკანები ამოვიდა განდეგილი 4-იანი ხმალი, უზენაესი სამსჯავრო, სიკვდილის არკანი, ტრანსფორმაციის არკანი 10-იანი ხმალი. შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა შემოძვირფასებო ნამდვილად დაკარგა საყვარელი ადამიანი, თუნდაც არ ვიცი, ღმერთმა ყველას ჯანმრთელად გიმყოფოთ მშობლები, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთმა დაკარგა ნამდვილად ოჯახის წევრი, ძვირფასი ადამიანი და ახლა უკვე ცდილობთ რაღაცნაირად, რომ აი ამ ტკივილიდან განთავისუფლდეთ, თანდათან გამოდიხართ, აი ამ მძიმე მდგომარეობიდან, ხო, რამაც ტკივილი განიცადეთ, ხო, ამ ყველაფრით. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს შემოძვირფასებო, ისე რომ ნაწილი თუ საკუთარ თავში ცდილობს რაღაც კითხვების მოძებნას, რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე და ჩახრმავებას, ხო, თქვენ გზას ეძებთ ამ ცხოვრებაში და ცდილობთ გაერკვიათ, წინ წახვიდეთ, ხო, ანუ დღევანდელი ყოფით. რთული სიტუაციიდან გამოხვიდეთ, ზოგიერთს შესაძლებელია ნამდვილად ზოგიერთმა დაკარგეთ ახლობელი ადამიანი, დედა ან მამა, არ ვიცი, ოჯახის წევრი და ამ რთული სიტუაციიდან, აი ამ რთულმა სიტუაციამ დაგაფიქრათ კიდევ ბევრ რამეზე, ბევრ საკითხზე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ახლანდელი მდგომარეობით უკვე დაწყებული გაქვთ მოძრაობა სიახლისკენ, ხო, სიახლისკენ. შეიძლება უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აი ამ ნეგატივს უნდა გაერიდოთ, უკვე აღარ შეიძლება, ხო? შესაძლებელია იპოვეთ თქვენს თავში ძალა, ენერგია, რომ კვლავ და შემოუძახეთ თქვენს თავს, რომ მორჩა აღარ შეიძლება, უნდა გავაგრძელო გზა, ჩემი გზა უნდა გავაგრძელო, უნდა ვიპოვო ჩემი თავი იქ, სადაც ბედნიერი ვიქნები, წავიდე ან გავაკეთო ის, რაც მე სიმშვიდეს მომიტანს, ხო? ჯერჯერობით შეიძლება მომავალი უცნობია, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ უახლოესი მომავალი, თქვენ რაღაც სიახლე ნამდვილად იქნება თქვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ პენტაკლის პაჟი ამოვიდა, ხო? რა ინტერესიც გაქვთ თქვენ და რაც გაქვთ მიზანი დასახული. შემოძვირფასებო უკვე აი ამ ნელი ნაბიჯებით თანდათან მიდიხართ მიზნისკენ. შეიძლება ძალიან ბევრი რამის სწავლა გიწევთ, ხო? საკუთარი ასე ვთქვათ, საკუთარი თავის განვითარებას ცდილობთ მუდმივად, პაჟია პენტაკლის, ხო? ანუ ჯერ კიდევ მოსწავლია, ხო? ანუ რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, შეიძლება რომ მაინც მუდმივად ცდილობდეთ, რომ რაღაც სიახლეებისკენ ისწრაფით, მუდმივად ცდილობთ რაღაც განვითარდეთ, რაღაც ისწავლოთ თუნდაც, ხო? სწავლას იბერემდე. თითქოს აი ესეთი ის გაქვთ უკვე გზა არჩეული და მიდიხართ მიზნისკენ და მე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში
რაღაც სიახლე ნამდვილად იქნება. ეს შეიძლება იყოს სიახლე, ფინანსური, რაღაც მატერიალური ან შემოთავაზება, ან რაღაც წინადადება, რომელიც შეიძლება რომ რამაც შეიძლება სარგებელი მოგიტანოთ, ხო, უახლოეს მომავალში. კი, ნახეთ როგორ კვერთხის რაინდი ამოვიდა, ვცდილობთ ყველანაირად რომ უკვე აი ამ მარტოობიდან, განდეგილი სარკანიდან, ვინც დღემდე ვცდილობდით რომ რაღაც გარკვეულიყავით, ხო, უკვე ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მოძრაობაში მოხვიდეთ, აქტიურდებით უკვე თანდათან და ვცდილობთ თქვენს მიზანს მიაღწიოთ და სასიკეთო სიახლეები გექნებათ უახლოეს ერთ თვეში. ნამდვილად ტრანსფორმაციას განიცდით, ჩემო ძვირფასებო, ტრანსფორმაციას განიცდით და ეტლი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, იმიტომ რომ მეტლეს სადავეები ხელში უკავია, მას ნათელი ძალები მფარველობენ, ხო, ნახეთ, ვარსკვლავებით მოჭედილი აქვს ჩარდახი, გადასაფარებელია, ანუ დაცულია მაღალი ძალებისგან, ტოვებს მეტლე იმ ქალაქს, იმ ტერიტორიას, სადაც უკვე მისთვის აღარ არის საინტერესო და ახალი მიზნისკენ მიდის, ჩემო ძვირფასებო, და ისე რომ დაელოდეთ უახლოეს ერთ თვეში, რაც გაინტერესებთ, რისკენაც გაქვთ გეზიაღებული, აუცილებლად სასიკეთო ცვლილებები და სასიკეთო ძვრები იქნება, ჩემო კარგებო. აი ეს იყო დღევანდელი გაშლა, მე მადლობას მოგახსენებთ, მაინტერესებს გამომეხმაურეთ, რამდენად რეზონირდა მეორე ვარიანტს მოგმართავთ თქვენთან აღნიშნული გაშლა, რამდენად მოგეწონათ, მადლობა და ნახვამდის. არხის სტუმრებს გთხოვთ გამოიწეროთ, ვინც გამოწერის გარეშე უყურებთ და სტატისტიკა მაჩვენებს, რომ 50%-ზე მეტი უყურებს სტუმრის სახით, ჩემო ძვირფასებო, ენერგიის გაცვლის მიზნით აუცილებელია, რომ თუნდაც გამოიწეროთ არხი, თუნდაც არ დაალაიქოთ, არ დააკომენტაროთ, მაგრამ არხი გამოიწერეთ. ეს არის ერთგვარი ენერგიების გაცვლა, ვისაც პირად გაშლაზე გინდათ ჩემთან დამიკავშირდით Facebook-ის გვერდის საშუალებით და შევთანხმდებით ყველაფერზე. ფასები არის ჩემთან ძალიან მისაღები, იმიტომ რომ ვითვალისწინებ მე დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას, ისე რომ მომმართეთ. მადლობა და ნახვამდის.